ზამთრის ბოლო დღე ისეთი იყო, რომ თავის ამუდამოდ დაგვამახსოვრა. ისე თუ დავკვირდებით 2026 წლის ზამთარი, პირდაპირ თუ ირიბი გაგებით, ნამდვილად ცხელი იყო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ იყო 1-2 დღე, როდესაც მე პირადად მოკლემკლავიანით დავდიოდი. მაგრამ არსად სამყაროში ისე არ ცხელოდა, როგორც თებერვლის ბოლოს თეირანში. თუ კი რამე მედიურად იმაზე უფრო ხმამაღალი იქნებოდა, ვიდრე ირანის იანვრის აქციები, მადუროს გატაცება და ეპშტეინის ფაილები, ეს იყო 28 თებერვლის დილა. ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენციაზე. ამის შემდეგ ამერიკისა და ისრაელის კოალიციის მასშტაბური საჰაერო ოპერაცია დაიწყო. რასაც მოყვა თეირანის დაბომბვა, ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განადგურება, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ივნისის 12-დღიან ომის პერიოდში დაიწყო და ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და გამშვებების აღმოჩენა განადგურება. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ასეთ იერიში ირანში გოგოების სკოლა შეეწირა, სადაც 165 ადამიანი, ძირითადად ბავშვები ემსხვერპლა. რიცხვები ვარირებს. ზოგ წყაროში უფრო მეტზე წერენ, ზოგში პირიქით უფრო ნაკლებზე. ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით. პასუხი არ დააყონა არც ირანმა, რომელმაც ამჯერად არა მხოლოდ ისრაელს, არამედ ყურის იმ ქვეყნებს შეუტია, სადაც ამერიკული ბაზები იყო. ყველაზე მეტი დარტყმა ბაჰრეინსა და ქუვეითზე მოდის, თუმცა სამიზნეები აღმოჩნდნენ საუდის არაბეთი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მეტიც ომანსაც შეუტიეს. პირველ შემთხვევაში ბოდიში მოიხადეს, მეორე თავდასხმა კი უკვე შემთხვევითობა აღარ იყო. ირანსა და ამერიკა-ისრაელს შორის საბრძოლო მოქმედებები უკვე არც ისე უჩვეულოა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალების მობილიზება შეძლო ამერიკამ ბოლო 1 თვეში. თითქოს ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო, როდის მოხდებოდა დარტყმები. ამიტომ 28 თებერვლის იერიში რომ გითხრათ მოულოდნელი იყო თქო, ალბათ მოგატყუებთ. თუმცა საღამოს გავრცელებულმა ინფორმაციამ კი ცივი შხაპი გადაგვავლო. გავრცელდა ცნობები, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებული იყო. ამის შესახებ ჯერ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, ცოტა მოგვიანებით კი უკვე დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. როგორც გაირკვა, ფაქტობრივად ოპერაციის პირველივე დარტყმა აიათოლას რეზიდენციიდან დაიწყო, რომელიც თეირანში პასტორის ქუჩაზე მდებარეობდა. ადამიანი, რომელიც 37 წელი იმეორებდა სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე წამში მოკლეს. ამ ეტაპზე აზრი არ აქვს რაიმე პროგნოზე საუბარს, იმიტომ რომ პირველ რიგში ჯერ ძალიან ადრეა და მერე მეორე, იმდენად არაპროგნოზირებადი გარემო, იმდენად არაპროგნოზირებადი ლიდერები არიან, რომ დასკვნებზე საუბარი ნაადრევია. მე დღეს მოგიყვებით, როგორ მოკლეს აიათოლა, გაგიზიარებთ ჩემს რამდენიმე დაკვირვებას ირანზე და პროცესებზე და ასევე რაც მთავარია, ვისაუბრებთ რეჟიმის მდგრადობაზე და მის მომავალ გამოწვევებზე. მთელი ამ წლების განმავლობაში მოსადის მთავარი ამოცანა იყო აღმოეჩინათ აიათოლა ალი ხამენეის ადგილსამყოფელი და რეალურ დროშის ცოდნოდათ დადასტურებულად მისი ადგილმდებარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ირანში აგენტურული ქსელი აქვს, ხამენეის გადაადგილება და მისი ბუნკერების აღმოჩენა მარტივი საქმე არ იყო. ამიტომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთი დიდი პაზლის სახით უნდა აეწყოთ სურათი, რომ სამიზნემდე მისულიყვნენ. მიდგომა იყო ასეთი, თუ ჯერ ვერ ვაფიქსირებთ აიათოლას, მოდით შევისწავლოთ მისი გარემოცვა, დაცვის წევრები, მოკავშირეები, თანამოაზრეები და ისინი, ვინც მის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს. როგორც გარდიანი წერს CIA-ის ვეტერანზე დაყრდნობით, ისეთ წვრილმან დეტალებზე იყო საუბარი, როგორიც არის გარემოცვის კვება და ნაგვის გადაყრაც კი. შემდეგ ისრაელელებმა შეაღწიეს თეირანის საგზაო კამერების სისტემაში და ახორციელებდნენ დაკვირვებას ამ მანქანის გადაადგილებაზე. დარტყმის წინ ქუჩის ერთ-ერთი კამერა იძლეოდა საშუალებას, რომ ამ მანქანის პარკირების ადგილი ნაწილობრივ მაინც გამოჩენილი იყო. მოსადს ჰქონდა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა, სადაც შედიოდა ვიზუალური, აგენტურული და რადიოელექტრონული დაზვერვა, გადატაცებული შეტყობინებები, თანამგზავრების სურათები და სხვა უამრავი მონაცემები. ეს ყველაფერი კი მძლავრი კომპიუტერული და ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავდა და საბოლოოდ დაფიქსირდა სამიზნეები. დარტყმა გადაწყდა დღის პერიოდში, რადგან ზუსტად მაშინ ალი ხამენეი თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდა. სხვათა შორის, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ადრე განაცხადა, რომ არ ჰქონდათ ალი ხამენეის მოკვლევის შესაძლებლობა, იმიტომ რომ მან ბუნკერში შეაფარა თავი და მისი კავშირი აღარ ფიქსირდებოდა. უშუალოდ ადგილზე კი მუშაობდა CIA-ის აგენტი, რომელიც სავარაუდოდ ჯერ კიდევ 2025 წლიდან იმყოფებოდა თეირანში. შტატები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელს ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებს უზიარებდა და ეხმარებოდა. CIA-მ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა ხამენეიზე, მის ადამიანურ ჩვევებზე, კანონზომიერებზე, მოქმედების ლოგიკურ თანმიმდევრულობაზე და ასე შემდეგ. რეალურად ისრაელი და ამერიკა ერთობლივ შეტევას გვიან ღამე აპირებდნენ, მაგრამ აგენტი მათ არწმუნებდათ, რომ დილით ალი ხამენეი თავის რეზიდენციაში იქნებოდა და შეხვედრას გამართავდა რამდენიმე მაღალჩინოსანთან.
აგენტის ცნობებს ამყარებდა ისრაელის მიერ შექმნილი თვალთვალის სისტემაც მეტწილად ხამენეის დაცვაზე. შესაბამისად, ამ მომენტის ხელიდან გაშვებას არავინ აპირებდა. 28 თებერვალს დილის 9:40 წუთზე ირანის დედაქალაქში პასტორის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაზე შეტევა განხორციელდა. შეტევა შეეწირა არა მხოლოდ ხამენეი, არამედ ეროვნული უსაფრთხოების მეთაური ალი შამხანი, თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგდა კორპუსის მეთაური მუჰამედ პაკპური და გენშტაბის ხელმძღვანელი საიდ აბდულრაიმ მოუსავი. ამასთან ერთად კოალიციურმა ძალებმა გააგრძელეს ის, რაც 2025 წლის ივნისის 12 დღიანი ომის პერიოდში დაიწყეს. ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სრული განადგურება. შეიძლება ამ ეტაპზე ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ მათ სრულად მოიპოვეს საჰაერო დომინაცია, იმიტომ რომ ირანი ინარჩუნებს ჯერჯერობით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ნაწილს და პატარ-პატარა სამიზნეებს ანადგურებს, მაგალითად დრონებს, რომლებიც შედარებით ახლოს დაფრინავენ დედაქალაქთან, მაგრამ რაც დრო გადის, კოალიციის სამხედრო საჰაერო ძალები სულ უფრო თავდაჯერებულად მოქმედებენ. გარდა ამისა, ამერიკამ თითქმის სრულად გაუნადგურა ირანს საზღვაო ძალები, მათ შორის ფლაგმანი გემი, რომელიც შრი-ლანკის სანაპიროსთან იყო, თავის ეკიპაჟიანად გაუშვა ფსკერზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტი ახლა ირანში ისევ შეზღუდულია. ჩვენ კი ვხედავთ დაბომბილი თეირანის ან სხვა ქალაქების კადრებს, მაგრამ რეალურად განადგურებების მასშტაბი ბევრად ფართო არის, ანუ ჩვენამდე კადრები ფიზიკურად ვერ აღწევს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი თანამედროვე ირანისთვის ყველაზე დიდი რყევაა. ორი აზრი არ არის, რომ ეს მოვლენა ქვეყნის ბედს შეცვლის, მაგრამ რა კუთხით და როგორ, ამას ჯერ ვერ ვიტყვით. დაუბრუნდეთ იმ მოცემულობას, რაც დღეს გაგვაჩნია. აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად არა. კი, ჩვენ შეიძლება გვიხატავდნენ იმას, რომ ირანი არის თეოკრატიული სახელმწიფო, მისი ლიდერი არის უმაღლესი სასულიერო პირი, რომლის ირგვლივ მოძრაობს მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ჩემთვის და ჩემი არხის მაყურებლის დიდი ნაწილისთვის ეს მოულოდნელი არ იქნებოდა. მე ხშირად მიწევს ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობა და ყოველგვარი ირონიის გარეშე გეუბნებით, რომ რასაც გვიხატავს მედია, აბსოლუტურად საპირისპირო ხალხი ცხოვრობს იქ. არ ვეწევი არავის რომანტიზებას, უბრალოდ მინდა, როდესაც რაღაც ფაქტს ვაფასებთ, მეც და ჩემი მაყურებელიც არ ვიყოთ რაღაც მცდარ პოზიციაში და მცდარი წარმოდგენებით. მე ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ ირანშიც არიან ჭკვიანი ადამიანები, მაღალი დონის სპეციალისტები, სამხედროები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და ასე შემდეგ. კი, შეიძლება მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არიან. ირანის მმართველი ელიტა, უფრო კი ძალოვანი ტოტი, მზად იყო ამ სცენარისთვის და კონკრეტული გეგმა არსებობდა. მეტიც, თავად აიათოლა ალი ხამენეიც მოემზადა, რომ თუ მისი შავი დღე დადგებოდა, რა უნდა გაეკეთებინა მაშინ მმართველ აპარატს. როგორც გავლენიანი Financial Times-ი წერს, ჯერ კიდევ 2025 წლის 12 დღიანი ომის შემდეგ, ხამენემ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედების გეგმა შეადგინა. გეგმა იყო ყურის ქვეყნებზე ენერგეტიკული ობიექტების თავდასხმა და საჰაერო მიმოსვლის შეყვანება მთელ რეგიონში. რა ხდება დღეს? საჰაერო მიმოსვლა რეგიონში გაჩერებულია, ხოლო ირანი ყურის ქვეყნების ნავთობ ტერმინალებზე შეტევას ისევ აგრძელებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ გეგმა არსებობდა და კარგად რეალისტა, რადგან ისრაელმა ფაქტობრივად პირველივე დარტყმით გაანადგურა ირანის ხელმძღვანელობა, მაგრამ მათზე დაქვემდებარებულმა შედარებით დაბალმა რგოლებმა ჩვეულებრივად გააგრძელეს მუშაობა იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც არსებობდა. რა მოხდა ამ თავდასხმების შემდეგ? აი მაგალითად კატარმა გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. ნავთობზე ფასი გაიზარდა, რადგან ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა შეფერხებულია, ხოლო როგორც ზოგიერთი წყარო წერს, საერთოდ გაჩერებული. ჩვენთან ტელეგრამზე იყო ქართველი ბიჭი, რომელიც იმ მომენტში ზუსტად ჰორმუზის სრუტეში იმყოფებოდა და მან დაგვიდასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იწერება სიახლეები თითქოს მოძრაობა განახლდა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. არადა ჰორმუზის სრუტეში გადის მსოფლიო ენერგომომარაგების დაახლოებით მეხუთედი. რა გააკეთა ირანმა? ძალოვანი სტრუქტურის მაქსიმალური დეცენტრალიზაცია, ესეც აიათოლას ერთ-ერთი გეგმა იყო, სამხედრო მაღალჩინოსნები დაყო და ყველა მათგანი ცალ-ცალკე იზოლირებულად გაანაწილა. ეს ტაქტიკაც 12 დღიანი ომის გაკვეთილი იყო, როცა ირანიც კი შოკში იყო, რამდენად სიღრმისეულად შეაღწია ისრაელის დაზვერვამ და რამდენად მარტივად შეეძლოთ მაღალჩინოსნების ხოცვა. ეს რომ არ განმეორებულიყო, აბსოლუტურად დანაწევრდა სამხედრო სტრუქტურები. ადამიანი ულიმიტო იმუნიტეტით, ასე უწოდებ მე აბას არაღჩის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მან განაცხადა, რომ ახლა ირანის სამხედროები დამოუკიდებლად და იზოლირებულად მოქმედებენ. მათ აქვთ წინასწარ მიცემული ინსტრუქციები, რასაც ზედმიწევნით იცავენ. ეს ყველაფერი, რაზე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ ირანში ამჟამად მუშაობს ის სისტემა, რომელიც აიათოლა მოამზადა. მდგრადია თუ არა მდგრადია, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რეჟიმი არ გატყდა და ის შენარჩუნებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ და ისრაელმა ირანს ფაქტობრივად სრულად გაუნადგურეს ფლოტი, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, უამრავი გამშვები მექანიზმი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად რეჟიმი შენარჩუნდა, სისტემა არ გათქმდა, ამან შოკი არ გამოიწვია და მეტიც ირანის სამხედროები აგრძელებენ კოორდინირებულად და ორგანიზებულად მოქმედებას, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა აიათოლას გარეშეც მუშაობს. სულ მცირე სამხედრო ნაწილი. უფრო მეტიც, შესაძლოა უკვე ვიღაც ან კონკრეტული ჯგუფი მართავდა სიტუაციას ჯერ კიდევ აიათოლას მოკლამდეც. ეს უნდა ყოფილიყო აიათოლასთან დაახლოებული პირი ან პირები, სავარაუდოდ მისი ვაჟი მოჯთაბა, რომელიც ახლა უკვე რაჰბარია. ჩემი აზრით, კოალიციის მთავარი გეგმა იყო სისტემის იმდენად შესუსტება, რომ პირველი, ქუჩაში გამოსულიყვნენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და დაემხოთ ხელისუფლება, ან მეორე, თვითონ სისტემაშივე გამოჩენილიყო ისეთი პიროვნება, რომელსაც ექნებოდა გავლენა, ავტორიტეტი და ამერიკა ისრაელს შესთავაზებდა მმართველობის საკუთარ ხელში აღებას, ან სულ მცირე ამის მცდელობა ექნებოდა. მაგრამ ვფიქრობ, უფრო პირველზე იყო გათვლა და გეტყვით რატომ. ნახეთ, რა დაბომბა კოალიციამ. გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტრო, სამთავრობო კომპლექსი, სადაც როგორც წესი იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა, დაზვერვისა და ყუდსის ძალების სამეთაურო ცენტრები, გუშაგთა კორპუსის უსაფრთხოების ძალების ლოკალური რაიონული ცენტრები, სამართალდამცავების სამეთაურო ცენტრები, რომლებიც თეირანში უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს, ბასიჯის შტაბი, რომელიც თებერვლის აქციების ჩახშობაში დიდ როლს თამაშობდა, ასევე სახელმწიფო მედია და კავშირგაბმულობა. ახლა რა ჩამოვთვალეთ, თითქმის ყველაფერი ემსახურება თეირანში წესრიგის დამყარებას და სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ მუშაობას. განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ჩაძირული ფლოტი, მოკლული უმაღლესი სასულიერო პირი და დაბომბილი სახელისუფლებო შტაბები, ძალოვანი შტაბები მათ შორის, თითქოს და წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები გამოსულიყვნენ ქუჩაში და დემორალიზებული მთავრობის პირობებში არეულობით თუ სხვადასხვა მოქმედებებით მოეხდინათ რევოლუცია. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მასშტაბურად ხალხის გამოსვლის სცენარი ვერ რეალიზდება, კოალიცია არ აპირებს მცდელობას ძალა მოაკლოს და ეს ლოგიკურიც არის. ნახეთ, რაც უფრო ინტენსიურად გაანადგურებს ამერიკა და ისრაელი ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვებებს, ან რაკეტებისა და დრონების საცავებს და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, მით უფრო განაიარაღებს ირანს. ამის შემდეგ თანმიმდევრულად შეუდგებიან ადმინისტრაციული შენობების, ენერგეტიკის, წყალმომარაგების კვანძების დაბომბვას და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მოტივაციაც უფრო გაიზრდება. პარალელურად ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში შეიძლება ძალოვნებსაც შეუმცირდეთ მოქალაქეების ხოცვის სურვილი, რადგან სისტემური მხარდაჭერა შესუსტდება. თუ ეს იყო გეგმა A, რომელიც ამ ეტაპზე ვერ რეალიზდა, მაშინ ბუნებრივია საჭირო ხდება გეგმა B. რა შეიძლება იყოს გეგმა B ჩემი აზრით? ნახეთ, თუ შეუიარაღებული მოსახლეობა ჯერ ვერ ბედავს ქუჩაში გამოსვლას და არ აქვს მცდელობა, რომ მთავრობა დაამხოს. მაშინ საჭირო არის შეიარაღებული წინააღმდეგობის კერების შექმნა. ანუ ხალხში უნდა იყოს იარაღი. არც ამერიკა და არც ისრაელი ფართო მასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას ირანში არ აპირებს. აი აქ თამაშში შემოდიან ქურთები. როგორც ერაყელი და ირანელი ქურთები, ასევე ბელუჯები. ირანში ესენი არიან ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტია და ბელუჯები ჯეიშ ალ-ადლი. ამერიკა და ისრაელი ახლა ამ ძალებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და მზად არიან იარაღი მიაწოდონ. ანუ ირანელ და ერაყელ ქურთებზეა საუბარი. ამის შესახებ როიტერსიც წერს. მიზნის მიღწევისთვის ქურდებს კარგად შეაიარაღებენ და მუდმივი საჰაერო და სადაზვერვო მხარდაჭერა ექნებათ კოალიციის მხრიდან. თუმცა ახლა ამ ეტაპზე ეს ქურთები დიდ ძალას არ წარმოადგენენ. გადაიარაღების შემთხვევაში შეიცვლება მოცემულობა, მაგრამ დანარჩენი ბრძოლის ველზე გადაწყდება. ქურთული მოძრაობის გააქტიურებით და გაძლიერებით არ უნდა იყოს დაინტერესებული რეგიონის სხვა დიდი მოთამაშე თურქეთი. სხვათა შორის, სხვადასხვა მედიებში დაიწერა ასეთი ინფორმაცია, რომ CIA ამ ქურთებს წარმატების შემთხვევაში პირდება საკუთარ ეროვნულ სახელმწიფოს და გაეროში ლობს, რომ მას ჰქონდეს აღიარება. კითხვა: უნდა თუ არა თურქეთს დამოუკიდებელი ქურთისტანი? რა თქმა უნდა, არა. თურქეთი არც ერთ შემთხვევაში არ მიესალმება გაძლიერებულ ქურთებს. თითქმის ანალოგიური სიტუაცია ბელუჯებთან დაკავშირებით, რომელთა წაქეზება შეუძლია ისრაელს და ამერიკას, მაგრამ ამ შემთხვევაში კონფლიქტში ჩართვის რისკი პაკისტანის მხრიდან იქნება. აი ამ პატარა ერების წაკიდებით დიდი რისკია, რომ ფართო მასშტაბიანი სისხლისღვრა დაიწყოს რეგიონში. რაც შეეხება ირანს, ის უბრალოდ აგრძელებს იმ გეგმის შესრულებას, რაც შეიმუშავეს. დააზიანონ მთლიანი რეგიონის ენერგო ინფრასტრუქტურა.
სამიზნეების შემთხვევით არ არჩევენ. მაგალითად, მათმა დრონებმა ფუჯეირას სპორტსა და ნავთობის საცავებს შეუტიეს. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ კი გადაიჭირა დრონები, მაგრამ ნამსხვრევები ინდუსტრიულ ზონას დაეცა და ხანძარი გაჩნდა. ფუჯეირა ნავთობპროდუქტების შენახვის მსხვილი ობიექტია. წარმოიდგინეთ, მსოფლიოში არის მესამე. ჯერჯერობით ირანელები ჩანაფიქრს მიუყვებიან. რეგიონს ხდიან არასტაბილურს და მეზობლებს აჩვენებს ამერიკის მხარდაჭერა რამდენად ძვირი შეიძლება დაუშვათ. ყურის ქვეყნებს ორი გზა ექნებათ. ან უფრო ინტენსიურად და ფართომასშტაბიანად უნდა ჩაერთონ ირანთან კონფლიქტში, ან ამერიკასთან ერთად დეესკალაციაზე იმუშაონ. ეს ქვეყნები, განსაკუთრებით ბაჰრეინი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, შეჩვეული არიან მშვიდობას, განვითარებას და ფულის ხარჯვას, ინვესტიციებში, მოდაში, ძვირფასეულობაში, მანქანებში, მაგრამ არა იარაღში. აი ბაჰრეინს და ქუვეითს მით უმეტეს არ უნდოდა ომი, არც საუდის არაბეთს სხვათა შორის, არ უნდოდათ ომი ირანთან. სავარაუდოდ ახლა ისინი უფრო კომპრომისს ეძებენ, ვიდრე განიხილავენ ომში ჩართვის სცენარს. ირანისთვისაც ეს დარტყმების გაცვლა გამოცდაა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში სხვებზე მრავალფეროვანი და უფრო მდიდარი არსენალი აქვს, შანსი არ აქვს უწყვეტად აწარმოოს ბალისტიკური დარტყმები და დრონებით შეტევები. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან გაუთავდება მარაგი. სიმართლე გითხრათ, მე ირანის რეჟიმის მთავარ გამოწვევას არა ამ ომის გადატანას, არამედ ამ ომის შემდეგ არსებულ ვითარებაში ვხედავ. ფაქტობრივად იგივე სისტემა, იგივე რეჟიმი ოღონდ ახალი მმართველობით ჩაიბარებს ქვეყანას როგორ მდგომარეობაში. ნაომარს, მეზობლებთან გაფუჭებული ურთიერთობით, აქამდე ხომ იყო ფინანსური კრიზისი, ინფლაცია და ასე შემდეგ, ახლა ქვეყანა იქნება აღსადგენი. და ასევე სრული კრახი ბალისტიკურ და ბირთვულ პროგრამებში, რომელიც ისლამური რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო იყო. ასევე ცალსახად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თეოკრატიული მმართველობის გავლენა აღარასდროს იქნება სრულად აღდგენილი. მოლაპარაკებებში ამ მიერიდან ამერიკა კი უმაღლეს თამასას დააწესებს. ადრე რაზეც თვალს ხუჭავდა ან მეტნაკლებად თანახმა იყო, ახლა ბევრად ხისტი პოზიცია ექნება და კიდევ უფრო მეც მოითხოვს. ნებისმიერ შემთხვევაში ლარიჯანებსა და მოჭტაპას სერიოზული გამოცდა ელით. სისტემის გადარჩენა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის შენარჩუნებას. მე რომ ვიყო მათი მოწინააღმდეგე, რას გავაკეთებდი? სისტემის შიგნიდან ანალოგიურად დავიწყებდი გავლენიანი ავტორიტეტის მქონე ადამიანის აღმოჩენას, რომელსაც ემორჩილება კონკრეტული დანაყოფი ან იდეალურ შემთხვევაში დანაყოფები. და იქნებოდა დათქმა იმუნიტეტის და მომავალში თანამშრომლობის და ამ ადამიანს უნდა გააჩნდეს პოლიტიკური ალღო. სწორ დროს და სწორ მომენტში უნდა სცადოს ძალაუფლების მიტაცება, გამოტაცება, უფრო აი ესე იქნება სწორი. რეზა ფეჰლევი პოლიტიკური კარიკატურა. არ მგონია სამყაროში სერიოზული ძალა არსებობდეს, რომელიც რეზა ფეჰლევის სადმე სერიოზულად მოიაზრებს. ირანის ადგილზე რომ ვიყო, გავაგრძელებდი ზუსტად იმას, რასაც აკეთებენ. გამართლებაზეა ახლა, რა უფრო მალე მოხდება წნეხი ყურის ქვეყნებზე და დეესკალაცია თუ გამოფიტვა და რაკეტების გახარჯვა. და მიუხედავად იმისა, რომ ირანი ახერხებს ახლა ამერიკული ბაზების, ნავთობი ინფრასტრუქტურის, საცავებისა და პორტების დაზიანებას, მეცაც გეტყვით. თაადის ადრეული გაფრთხილების რადარიც გაანადგურეს, რომელიც $1 მილიარდ მეტი ღირს, მთლიანობაში მაინც ირანს გაცილებით მეტი ზიანი ადგება, ვიდრე კოალიციურ ძალებს. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, კადრები ყოველთვის არ გამოდის ირანიდან. რეჟიმის ცვლილებას რომ არ მოხდეს, ამერიკას თავის აუდიტორიასთან გასამართლებელი საბუთი ყოველთვის ექნება. ისინი იტყვიან, რომ ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა რეჟიმის ცვლილება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ამ ბირთვული პროგრამის განადგურების არგუმენტს, ასე დავარქვათ, ნებისმიერ დროს შეძლებს მის გაყიდვას აუდიტორიაზე. ლიდერის მოკლას რაც შეეხება, როგორც გარდიანის სტატიაში CIA-ის ვეტერანი ყვებოდა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ქვეყნის ლიდერის მოკლა კარგი შედეგებით არასდროს მთავრდება და ეს პრობლემას არ აგვარებს, არამედ აუარესებს. ფაქტობრივად ახალ პრობლემას ქმნის. არც სადამის და არც კადაფის მოკლით არ მოგვარდა ფუნდამენტური პრობლემები, რიგ შემთხვევებში პირიქით სიტუაცია უფრო დამძიმდა. ვიდეოს ბოლოს მინდა დავაკვირდეთ ჩვენი პოლით საზოგადოების არათანმიმდევრულობას. ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტს ამბობდნენ, რომ არ ურჩევნოდა კაცო ზელენსკის ნეიტრალიტეტი, დათანხმებულიყო ამას და გადაარჩენდა ქვეყანას, ან არ გაანადგურებდა ამხელა ქვეყანას, ან რა დამართა ზელენსკიმ უკრაინას, თუ მაინც ამხელა მსხვერპლი უნდა ყოფილიყო და ბოლოს უნდა გაჩერებულიყო, თავიდანვე რაღაცა უნდა და ასე შემდეგ, ამ ფრაზების ავტორები დღეს ირანისკენ არიან. არც ერთ მათგანს არ უთქვამს დათანხმებულიყო კაცო აიათოლა ამ ბირთვული პროგრამის განადგურებაზე და ქვეყანას მაინც გადაარჩენდა, ომში მაინც არ ჩაითრევდა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ დღეს ჩვენთვის სამშობლოს დაცვაც კი პოლიტიზირებული გახდა. მოვლენებს მხოლოდ იმ ქვეყნის პრიზმიდან უყურებთ, ვისაც გულშემატკივრობთ.
და რომ დავასრულოთ თემა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ირანი ბევრად დასუსტებულია, ფაქტი არის ის, რომ სისტემური მმართველობა შენარჩუნებულია, პანიკა არ შეიმჩნევა ზედა რგოლებში, საპასუხო დარტყმების, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება რჩება. როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ჩემი აზრი არის ასეთი, რომ კოალიციას თავიდან რა გეგმაც ჰქონდა, ის მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ჩვენი ვიდეო. გამოიწერეთ არხი, ხოლო ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გახდეთ ჩემი პროექტის ფასიანი მხარდამჭერი Patreon-ზე. იცოდეთ, რომ ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს. დროებით.